მოგესალმებით, მე მათერო ჭიკაშვილი ვარ. ეს ჩემი ავტოპარკია და ეს ჩემი ავტოპარკის ახალი წევრი Ford F150 Raptor-ია. მანქანა სიგრძეში დაახლოებით 6 მეტრია, სიგანეში 2.200, ხოლო სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრი. მანქანა არის 2020 წლიანი, აღჭურვილია 3.5 ლიტრი მოცულობის V6 ტიპის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 450 ცხენის ძალას და აქვს 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ეს კოლოფი ცოტა პანჩურებს ირწმევინება, მაგრამ 10 სიჩქარე რო გაქვს, უკვე ძალიან მაგარია. ეს ავტომობილი შევიძინე ყოველდღიური მოხმარებისთვის, მანქანა როგორც ნახეთ, საკმაოდ დიდია და დღეს გვექნება წინ უამრავი ჩელენჯი და გამოვცით თუ რამდენად კარგია ყოველდღიური მოხმარებისთვის ჩვენი უზარმაზარი Raptor-ი. Ford F150 Raptor-ი ცნობილია როგორც off-road-ში ძალიან მაგარი მანქანა, უკანა ხიდი გვაქვს ბლოკირებული, წინა ხიდი რეალურად ღია ხიდია, მაგრამ ტორმუზები აკეთებს იმის იმიტაციას, რომ წინა ხიდიც დაიბლოკოს და რეალურად მანქანა off-road-ზე ძალიან მაგრად დადის. აქვს უამრავი რეჟიმი, ბაჰა, სპორტი და ასე შემდეგ. და თქვენ როდესაც off-road-ზე გადახვალთ, სწორად უნდა შეურჩიოთ მანქანას რეჟიმი და შემდგომ ძალიან მაგრად გაერთოთ off-road-ზე. ვინც ჩემ ვიდეოებს აქტიურად თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მე მყავდა 2013 წლიანი CLS-ი, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ რეალურად ეხლა შევიძინე. ეს ავტომობილი მინდოდა გამომეყენებინა ყოველდღიურ მოხმარებისთვის, როგორც მცირე off-road-ზე, ასევე ქალაქში გადასადგილებლად და ასე შემდეგ. მანქანა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მაგარი არ იყო off-road-ზე. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ რა მაფიქრებინა ამბიც, რომ CLS-ი off-road-ზე გამოიყენო, მაგრამ როცა გჭირდება რამე ისეთი უნივერსალური მანქანა, რომ ცოტა off-road-ზეც გადახვიდე ქალაქში და ასე შემდეგ, მანქანა ყველანაირ მოთხოვნილებებს უნდა გეკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, CLS-ი გავყიდეთ და შევიძინეთ F150 Raptor-ი. ზოგადად იცით, რომ ჩვენ ავტომობილები ამერიკიდან ჩამოყავს, მაგრამ ეს მანქანა ამერიკიდან არ ჩამოგვიყვანია, საქართველოში შევიძინეთ ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორიც ჩანს. მოკლედ, დროა უკვე დავიწყოთ ჩვენი ჩელენჯები და გამოვცადოთ რამდენად მაგარია ჩვენი Raptor-ი. თბილისში როცა გადავაადგილდებით, ხშირად გვინდა ხოლმე რომ რაღაცა უცებ fast food-ი მივირთვათ. ერთ-ერთი პოპულარული ადგილი არის McDonald's-ი. McDonald's-ის დრაივები, თქვენც კარგად იცით, რომ საკმაოდ ვიწროა. იმიტომ რომ მახსოვს, რომ E46-ზე არაერთჯერ დისკი გამიფუჭებია და წამოვედი უკვე დისკს დაზიანებული და მოდი ახლა ესეთი დიდი მონსტრით შევიდეთ მაგდრაივზე და ისე შევუკვეთოთ საჭმელი და ისე გამოვიდეთ, რომ შევეცადოთ არაფერი არ დავაზიანოთ. შევედით უკვე მაგდრაივზე და გადავწყვიტეთ, რომ მე და იკაკო ორი ორმაგი ჩიზბურგერი მივირთვათ. მოკლედ ამ მანქანაზე ერთი დიდი პლუსი გვაქვს ის, რომ კამერები გვაქვს. აი, როგორც კი შემოვედით, რაღაც პატარა ხე არის, ეგრევე ჭერზე მოვედო, იმიტომ რომ მაღალია. გამარჯობა, რესტორანში. გამარჯობა. ორი ორმაგი ჩიზბურგერი გვინდა. ხალათ არის ორმაგი ჩიზი? მოდი მენიუში იყოს. კი ბატონო. მადლობა დიდი. და დავიძარით. რანგლერი რომ ყავდა, ისე ვიყავი ხოლმე McDonald's-ში რომ უნდა შემოსულიყავი. მოდი არ გვინდა, მოდი სხვაგან შევიდეთ. და მანქანა საკმაოდ გრძელია. მოკლედ წინ შევედით, იმედ ოპა. ეჯახებით? არ ვეჯახებით? სად მილიმეტრებში ვართ, მოდი ზემოდანაც დავხედოთ. ვეტევით? არც ვიცი ვეტევით თუ ვერ ვეტევით? არა უშავს. მაქსიმუმ საბურავი გავაფუჭოთ. წავედით აქ წინა კამერა ვაკონტროლოთ, ზედა ხედი გვაქვს. აი ეს რო არ კონდეს, არ ვიცი რა, ანუ აი გაუსაძლისი იქნებოდა ამ მანქანაზე რო ან რკინის ბამპერები უნდა იყენოს, ყველაფერი რკინის და მაგით რაღაც რომ მიეჯახებოდი, მე უკვე შეატყობდი. მოკლედ, უკანა საბურავი ვაკონტროლოთ, არც ვიცი ვედები თუ არ ვედები. ოდნავ გავწდით და მოკლედ ესე ეტაპობრივად მივახციეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ორი ორმაგი ჩიზი სტანდარტული მენიუ გაქვს. კი ბატონო. ჩვენი დაბრკოლება მეტნაკლებად მშვიდობით გადავუახეთ, მე მგონი არაფერი არ დაგვიზიანებია მანქანაზე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ სააკაძის პიგნიელში ვიმყოფებით და ეს მაგდრაივი შედარებით მარტივია. ვინც ბათუმში ცხოვრობთ, დაწერეთ კომენტარები, რამდენად მარტივად გადიხართ ბათუმის მაგდრაივზე, იმიტომ რომ მე ორჯერ მაქვს დისკი გაფუჭებული ბათუმში. თან BMW 46-ზე და დაწერეთ კიდევ ვინ სად რა გაგიფუჭებიათ.
ჩვენ ვიყოფებით J Crypto-ში, რომელიც გახდა ჩვენი მეგობარი კომპანია J Crypto, თქვენ მოგემსახურებათ და დაგიკონვერტირებთ თქვენს კრიპტოვალუტას როგორც დოლარში, ასევე სხვა კრიპტოში გადაგიცვლით. კომპანია მდებარეობს კოტე მარჯანიშვილის 5 ნომერში. ეს კომპანია უკვე საქართველოს ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და რა თქმა უნდა არის ლიცენზირებული. ასევე ჩემი გამომწერებისთვის სპეციალურად შექმნილი არის პრომო კოდით, რომელთაც თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ და მიიღებთ სპეციალურად 30%-იან ფასდაკვებას. თბილისის მასშტაბით J Crypto მოგემსახურებათ საუკეთესო პირობებით, შეგიძლიათ თქვენ მოგწადეთ კომპანიაში და ასევე შეგიძლიათ თქვენ ისარგებლოთ ონლაინ სერვისით. თუ თქვენი საქმიანობა არის ავტოიმპორტი და ასევე ავტოექსპორტი, ეს კომპანია ზუსტად თქვენთვის არის. თქვენ კრიპტო შეგიძლიათ გადაცვალოთ დოლარში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. ძალიან საინტერესო გათამაშება ჩვენი გამომწერებისთვის. ჩვენი მეგობარი კომპანია ათამაშებს ძალიან მაგარ პრიზ cold wallets, ვისაც გაქვთ კრიპტოვალუტა და გინდათ რომ ეს ვალუტა შეინახოთ ძალიან უსაფრთხოდ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაწეროთ კომენტარი და Telegram არხზე მიიწეროთ პრომო კოდი AutoExpress. თქვენ ავტომატურად ჩართული იქნებით გათამაშებაში, ხოლო დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ვიდეოებს და შეიძლება ის იღბლიანი ზუსტად თქვენ იყო. ჩვენ უკვე ვიმყოფებით ჩემს სახლთან, სადაც მაქვს ჩემი პარკინგი, სადაც სტანდარტული ზომის მანქანა ძალიან მარტივი დასაპარკინგებელია. ხოლო ნახოთ უკვე ჩვენი ახალი შენაძენი რამდენად კომფორტული იქნება სტანდარტულ პარკირებაზე გასაჩერებლად და ნახოთ, შევადაროთ სხვათა შორის Porsche-სთან შევადაროთ, რა დრო დაჭირდება Porsche-ს ამ პარკინგზე გასაჩერებლად და რა დრო დაგვჭირდება Raptor-ზე რომ დავაპარკინგოთ, ისე რომ არავის ხელი არ შეუშალოთ. აგერ გვაქვს პარკირების, ანუ შლაგბაუმის პულტი, მანქანა მივაყენოთ შესასვლელთან, იკაკო ელოდება ჩვენ სიგნალს, რომ დავასიგნალოთ, თავარი იკაკო არ გავიტანოთ, იმიტომ რომ ჩვენს წინ არის და ჩვენ და შევარდეთ ჩვენი Raptor-ით, გიჟებივით და მაქსიმალურად სწრაფად დავაპარკინგოთ. ორი მანქანა არის, წინაც და უკანაც და ამათ შორის უნდა გავაჯეროთ ისე რომ არც ერთი მანქანა არ დავაზიანოთ და ჩვენი მეზობლები არ გავანაწყედოთ. 3 2 1 წავედით. მივედით, მოკლედ ამ მანქანაზე პლუსი გვაქვს ის, რომ მანქანას აქვს 360 კამერა. მოკლედ კამერები ჩართულია, თან კამერები, თან სარკეები და წავედით. ნელა, შევედით. დანელა, თან ჩქარა, ეს ყველაფერი ერთად, ისე რომ არავის მანქანა არ დაზიანდეს. ოპა. წავიდა. არა. ედება, გრძელია. ცოტა წინ უნდა მივწიოთ. წინა კამერა, Kia-Rios არ მივარტყათ. ეხლა ისე უკან ბამპერი დაზიანებული გვაქვს, მაგრამ უფრო მეტად არ დავაზიანოთ. ეხლა ისევ ცოტა წინ. წინა კამერას ჩავხედოთ. ცოტა ადგილი გვაქვს. ისევ უკან. ეგ არის 54 წამი. მანქანა როგორ არის გაჩერებული? მე მგონი მანქანა იდეალურად არის გაჩერებული. არავის ხელს არ უშლის, მაგრამ ზოგადად იმიტომ იყო ცოტა რთული დაპარკინგება მანქანის, რომ ჩვენ გვინდოდა რომ ზოლის შიგნით ყოფილიყავით, რადგან ხელი არავის არ შეშლოდა და ასევე ამას არ დავჯახებოდით რა, რომ შემოდიოდით, ამას მარტივად ეჯახები მანქანა რო ცოტა ისე მოხრინდა. ეხლა მანქანა იდეალურად არის გაჩერებული და ვინმე თუ ფიქრობთ, რომ უფრო ჩქარა გააჩერებთ, მობრძანდით, ჩემ შლაგბაუმს გაგიღებთ და შეგიძლიათ Raptor-ით აპარკინგოთ და შევეჯიბროთ დროში. კამერა ამ მანქანაზეც გვაქვს, მაგრამ ისეთი პატარაა ამაზე კამერა ნაკლებად გჭირდება. Ჩემოვედით. ხუთი წამი. ესე იგი კამერამ დააფიქსიროს, რომ მანქანა იდეალურად არის გაჩერებული და ესეც ანალოგიურად ზოლებში არის, მაგრამ შეხედე რამ ხელა ადგილია დარჩენილი. Raptor-ი რო გავაჩერეთ, აქ პატარა ადგილი იყო დარჩენილი, რომ ამას ვეჯახებოდით და აქ ამდენი ადგილია, მოკლედ არ ვიცი. ცხოვრების 25 წამი დავკარგეთ Raptor-ის პარკირებაში. Porsche-ი რო ყოფილიყავით, ცხოვრებაში 25 წამით მეტი გვექნებოდა და ამ შემთხვევაში პატარა მანქანამ და Porsche-მ მოუგოდა. ჩვენ ჩელენჯები კი გავაგრძელოთ და ვნახოთ, რეალურად ღირდა თუ არა ამ მანქანის შეძენა. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ჩელენჯებში მარტოების საერთოდ არ ვიქნებით.
თქვენ წინაშია უხეში გიორგი სარიშვილი. ერთი სიტყვით მე ვარ გიორგი სარიშვილი. გიუშა აქვე დაბმულია, ღვედით შევყარით, ჩვენთან ერთად იქნება და წავედით ჩელენჯებს შეუტიოთ. ჩვენი შემდეგი ჩელენჯი არის უკვე off-road-ი. არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა Google-ის ნავიგაცია ისეთი გზით გვიშვებს და ისეთ გზაზე გვეუბნება, რომ მოკლეაო, რომ აი მაგარი off-road-ის მანქანა გჭირდება. ნახოთ თუ რამდენად მაგარი არის Ford F150 Raptor-ი უგზოობაზე. ამ მანქანაზე აყენია ზამთრის გაცვეთილი საბურავები. ჩვენ ამ საბურავებით შევიძინეთ ეს მანქანა და ეს მანქანა არ არის დასრულებული პროექტი. ჩვენ წინ დიდი გეგმები გვაქვს და ბევრად მაგარ ვიზუალზე და ბევრად მომზადებული მანქანით ძალიან მალე დაგიბრუნდებით. თქვენ წინაშია ჩემი მეგობარი ნიკოლოზი, რომელიც წარდგენილია თავისი Dodge Ram 1500 კლასიკით. ნიკოლოზ უპირატესობა აქვს ის, რომ ძალიან მაგარი საბურავებით არის წარდგენილი ჩვენ წინაშე, ხო, ჩვენ დაკიდების სისტემით ვჯობნით. რა მოლოდინებია? არა მარტო, ასევე ბლოკირება გაქვს და კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცა. 35-ზე გახარ ბოლო-ბოლო. ჩემი მანქანა საერთოდ არ არის off-road-ისთვის შექმნილი, საერთოდ კრუზავიკია ჩვეულებრივი, უნდა დაუგდო რაღაცები, ჩააბაპრიცები და ათრიო აქეთ-იქით. მაგრამ ესეთ ადგილებში მიყვარს სიარული და მე მგონი რომ ძალიან მარტივად თავისებნებ ხა აი ამ აღმართზე. არა, ნიკოლოს თავისი Dodge Ram-ი ძალიან უყვარს კამერის წინაშე, ძალიან მორიდებულია. ნახოთ რა შეუძლია Dodge Ram-ს, რამდენად მარტივად შეძლებს ლისის დიაგონალებზე ასვლას და ამ დაბრკოლების გადალახვას. ისეთ რეჟიმს ვააქტიურებთ, რომ აი ლისის დიაგონალებზე ასვლა ამ მანქანისთვის ელემენტარული უნდა იყოს და მოკლედ ნახოთ, რა იზავს ჩვენი F150 Raptor-ი საბურავების გარეშე. რეალურად ესეთ გზაზე Fox-ის დაკიდების სისტემა ძალიან მაგრად უნდა იმუშაოს, ძალიან დიდ აღმართზე ავდივართ და მანქანა ისე მიდის, რომ ერთსაც კი არ ბუქსაობს. აი Fox-ის დაკიდების სისტემა სასაულად მუშაობს, ისე მარტივად ადის მანქანა, აი გეგონება უბრალოდ ვარაზის ხევზე ადიოდა. შეიძლება რომ მანქანა საერთოდ გავაჩეროთ და მე ახლიდან დავიძრათ, იმდენად მარტივია F150-ისთვის ლისის დიაგონალები. არ ვიცი, ძალიან გაუმარტივდა მანქანას ამოსვლა. ხო, ეხლა ვნახოთ, ჩვენი მეგობარი ნიკოლოზი ლისის დიაგონალებს რამდენად ძლიერად შეუტევს და რამდენად მარტივად დაამარცხებს. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ნიკასთვის ეს არის აი უსაყვარლესი მანქანა. აი დავაკვირდეთ. აი დაბუქსავდა, კაი საბურავით მაინც დაბუქსავდა. Dodge Ram-მა ძალიან მარტივად შეძლო ლისის დიაგონალების დაძლევა, ცოტა დაბუქსავდა Raptor-თან განსხვავებით, მაგრამ საკმაოდ მარტივად ავიდა. როგორც ჩემმა ოპერატორმა მითხრა, მეორე მხარე უფრო რთული დაბრკოლება არის. ზოგადად ესეთ გზაზე ძალიან ნაკლებად დავდივარ ხოლმე, მაგრამ დაეშევეჭიდოთ. აი აქ ძალიან მაგარი დიაგონალია, იმედია რამეს არ დავარტყავთ. ცოტა დაბუქსავდა მანქანა, მაგრამ მაინც დავიძარით, არ უნდა გავაჩეროთ, დავიძარით. დაკიდების სისტემა ძალიან მაგრად მუშაობს და ზამთრის საბურავები და ესეთი რთული მონაკვეთიც კი ძალიან მაგრად ავიარეთ. როგორც ნახეთ, ლისის დიაგონალები ჩვენმა Raptor-მა ძალიან მარტივად დაწნია, ხოლო ჩვენ გადმოვუხდეთ ახლა სხვანაირ უგზოობაში, ანუ გრუნტიან გზაზე, გადავიტანთ ახლა მანქანას ბაჰამოუთში და ძალიან სწრაფად გავივლით და გავტესტავთ Fox-ის დაკიდების სისტემას, თუ რამდენად მაგრად იმუშავებს აი ესეთ უგზოობაზე. 4-4-ზე გააქტიურდა ტრეკშენი, გაითიშა მანქანა, მზად არის, დრაივში გადმოვიტანეთ და აქტიურად ვერცეზე ვართ. ამორტიზატორები იმდენად მაგრად მუშაობს, რომ ყველანაირ ჩაქნევაზე აი მანქანას მაგრად იჭერს. დაახლოებით 120-ით მივდიოდით ახლა, მე მგონი ვერ შეატყე რომ 120-ით მივდიოდით. და მანქანა იმდენად მაგრად იდგა, რომ აი კიდე მეუბნებოდა რომ მიდი მეტი 140, 160-ო. მაგრამ მაინც
უსაფრთხოების ნორმის ფარგლებში დავგაზაობთ და მოვტრიალდეთ და ეხლა უკან ჩავიაროთ. Opa. მოუახლოვდით უკვე ასფალტს. აი დეილი ქარა და რა გითხრათ? ვაფშე ახარ ვფიქრო მინაზე დეილი ქარა და რა ის ძალიან მაგარი გასართობი მანქანაა. არ ვიცი, ქალაქშიც მაგარი იქნება, აღარ მაინტერესებს. სულ რო ცუდი იყოს ქალაქში, აი დიდი რო იყოს, პარკირება გამიჭირდეს და ასე შემდეგ, აღარ მაინტერესებს. იმდენად მაგარია სხვა რაღაცეებში, რომ აი მინუსები რაც აქვს, აი ვაფშე აი საერთოდ აღარ შეხედავ მინუსებს. იმდენად მაგარია. წავედით და ჩვენი შემდეგი ჩელენჯი არის უკვე ვარიანის სამრეცხაო. ჩელენჯები, ახალი მანქანები ძალიან მაგარია, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ჩემი დრიფტერული კარიერა. რა თქმა უნდა, დრიფტში ჩართულები ვართ, გადაშვებულები ვართ მთელი თავით და ვცდილობთ ყოველ ეტაპზე ვიყოთ უფრო ძნიერები, უფრო მაგრები და მოკლედ, თქვენ რაც არიცით, რაც YouTube-ში ნახსენები არ მაქვს, უკვე ჩატარდა King of Drift-ის მეორე ეტაპი, ასევე იყო GDC-ის გახსნა, სადაც რა თქმა უნდა ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით. GDC-ზე, როგორც იცით, იყო 2 სიცოცხლე, მაგრამ სიცოცხლის გამოუყენებლად მე მოვხვდი ფინალში, სადაც საბოლოოდ დამიზიანდა საბურავი, ანუ გახურების დროს რაც გადაძვრა, დაიშვა საბურავმა, ალბათ რაღაც არ ვიცი, შეერჭო ან დისკი არ ვარგო და წარმოდგენა არ მაქვს, მოკლედ საბურავმა დაიშვა და ფაქტიურად ფინალის სიარული მომიწია ერთი საბურავით. მოკლედ, გამარჯვებული გახდა გიორგი გრიგალაშვილი, ხოლო ჩვენ დავიკავეთ მეორე ადგილზე. შეჯიბრით ძალიან მაგარი გამოვიდა, ძალიან მალე გვაქვს ჩვენ მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, ვემზადებით და შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიცია შევინარჩუნოთ, გავამყაროთ და პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ხოლო King of Drift-ზე ყველაფერი კარგად მიდიოდა და ტოპ 4-ში შევხვდით ილია ბერიძეს, სადაც ძალიან მაგარი და დაძაბული გარბენი დაიწყო. მოკლედ, ლიდერი იყო ილია, მე ვიყავი ჩეისე და როგორც კი მოვწყდით, ძალიან ახლოს ვიყავი და დაახლოებით შუა მონაკვეთში ჩემს მანქანაზე გაწყდა ყუმბარა და სამწუხაროდ გამოვეთიშე რბოლას. King of Drift-ზე დავიკავეთ მე-4 ადგილი, ხოლო GDC-ზე მეორე ადგილი. წლევანდელი წელი დრიფტის ივენთებით საკმაოდ დახუმწულია და არ ვაპირებ, რომ არც ერთი ეტაპი გამოვტოვო. აქედან გამომდინარე, ჩემო გულშემატკივრებო და ზოგადად დრიფტის მოყვარულებო, გელოდებით და არ გამოტოვოთ ესეთი მაგარი სანახაობები, როგორც GDC, ასევე King of Drift. ვინც ჩემი ერთგული მაყურებლები ხართ, ძალიან მარტივად შეგძნეთ ესეთი ძალიან საინტერესო სუნამო მიიღოთ ჩემგან საჩუქრად. თქვენ კი დარჩით YouTube-ზე ბოლომდე და ბოლოში მიიღებთ ინსტრუქციას სრულიად უფასოდ ყოველგვარი გათამაშების გარეშე როგორ მიიღოთ ესეთი სუნამო საჩუქრად. აგერ გყავს გიორგი სარიშვილი, აქ დავკიდოთ მათერო ჭიკაშვილი. მანქანას როგორც ხედავთ, მაგარი გასარეცხია და ჩვენ ჩართული გვაქვს რენდომაიზერი. 1-დან 10-ის ჩავთვლით, მოკლედ რენდომაიზერი ამოგვიგდებს სიმს და შევეცადოთ კონკრეტულად მაგდენი ლარით გავროცხოთ ჩვენი მანქანა. წავიდა 7 ლარი. 7 ლარად უნდა გავროცხოთ რაპტორი. 7 ლარი. ჩელენჯი მიღებულია. 1-დან მოკლედ 2 ლარი და 30 თეთრი დავხარჯეთ, ქაფში დაგვეხარჯა. ეხლა რამოდენიმე წამი დავალოდოთ და წყლის ჭავლით შევუტიოთ. მოკლედ შეთანხმება 7 ლარი მქონდა 7 ლარად. ესეთი გარეცხილი მანქანა მივიღეთ. აი კორვეტი ამ პორშე რო ყოფილიყო. აი 7 ლარად ქიმწმენდაც გაუკეთდებოდა მანქანას, მაგრამ იმხელა რაპტორი რომ არ იყო 7 ლარი. ჩვენი რაპტორი დღეს ბევრ ჩელენჯში გამოვცადეთ. უკვე დროა რომ თბილისის ქუჩებში ვნახოთ რამდენად კომფორტული სამართავი იქნება მანქანა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა აღვნიშნო. როდესაც ამ რაპტორით გადაწყვეტთ, რომ შეხვიდეთ ბენზოგასამართ სადგურზე, უნდა იყოთ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მორალურად და რა თქმა უნდა ფინანსურად მზად ამ ყველაფრისთვის. უფრო მარტივად აღსაქმელი რო იყოს ეს ყველაფერი, რაპტორის საწვავის ავზის მოცულობა ზუსტად 101 ლიტრით მეტია ვიდრე Fiat 500-ის. ამ მანქანის საწვავის ავზი არის სულ 136 ლიტრიანი, ხოლო Fiat 500-ის 35 ლიტრიანი. დაახლოებით 500 ლარი გინდათ, რომ საწვავის ავზი გაავსოთ. ეს მანქანა იქნება ჩვენი ტექნიკური მანქანა. ამ მანქანას იმხელა საბარგულნი აქვს, რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი საბურავი, მანქანის ამწე, დამატებით საწვავი, სავალნაწილები და ასე შემდეგ ყველაფერი ჩავალაგოთ, ჩვენც ჩავსხდეთ მანქანაში და ძალიან კომფორტულად გადავაადგილდა. ჩვენ ვიმყოფებით ბელიაშვილის 9 ნომერში, სადაც მდებარეობს ხადო ჯორჯია. სწორედ ხადო და ჩვენ უკვე მრავალი წელია რაც მეგობრობთ და ზუსტად ხადოს პროდუქცია არის, რასაც ჩვენს ავტომობილებში ვიყენებთ. ჩვენ უკვე შევარჩიეთ რაპტორისთვის ზეთი, როგორც ნახეთ, ჩვენს რაპტორს სჭირდება 5.30, ზეთი უკვე მომარაგებული გვაქვს და რამდენიმე დღეში უკვე შევცვლით ჩვენი რაპტორიც უკვე გადავა ხადოს პროდუქციაზე. თუ თქვენი ავტომობილებისთვის სჭირდება სწორად შერჩეული პროდუქცია, როგორც ზეთი, ასევე სხვა საცხებს აპოხი მასალები, შეგიძლიათ მიმართოთ ხადო ჯორჯიას, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის 9 ნომერში. იმ შემთხვევაში თქვენ თუ ხართ ჩვენი ერთგული მაყურებელი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ხადოს მაღაზიაში და თქვენ მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თქვენ შეგიძლიათ ესეთი ძალიან ლამაზი მანქანის სუნამო მიიღოთ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი გათამაშების გარეშე. ამით საჭიროა მხოლოდ გამოიწეროთ YouTube არხი, გამოიწეროთ Instagram-ი და მობრძანდეთ ბელიაშვილის 9 ნომერში და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ესეთი მაგარი სუნამო თქვენი გახდეს. რაოდენობა შეზღუდულია, ესეთი სულ არის 100 წალი, ამიტომ არ დააყოვნოთ და მობრძანდეთ ბელიაშვილის 9 ნომერში. აი დღეს რაპტორის მინუსებზე და პლუსებზე ხო საუბრობდით, მაგრამ თბილისში ხშირად გადავაწყდებით ისეთ ქუჩებს, აი რომელიც ძალიან ვიწროა. აი ნახეთ ახლა ვართ ქუჩაზე, სადაც აი ჩვენი რაპტორიც ისე ეტევა, რომ აი წინ მომავალი სხვა მანქანა დაგვხდა. ძალიან კაია რომ ცდილობს გაგვატაროს, ოღონდ აი მანქანას მოუწე, აი როცა ხედავს, რომ აი ამ ხელა მანქანით მივდივართ, წარმოიდგინეთ აი საერთოდ გვერდზე გადავიდა, ცალკე დააპარკინგა და გზა დაგვითმო, რომ ესეთ ვიწრო ქუჩაზე გაგვიარა, ხო და ან საბოლოოდ თანხმდებით იმაზე, რომ ესეთი დიდი მანქანით, ესეთ ვიწრო ქუჩებში სიარული ძალიან დისკომფორტია. და აი გზას თუ შეხედავთ, იმდენად ვიწრო გასასვლელია, რომ არ ვიცი, აი კამერა რო არ გქონდეს, უბრალოდ გამორიცხული, აი ყველაფერს მოუგლიჯავდით და თან წავიღებდით. და ნახეთ მანქანა ისეა გაჩერებული, რომ რეალურად ხელს გვიშლის. კაი, ოკეი, პორდილს უკვე მივედეთ და აქ მარტივად პორშეთი რო ვიყავთ, ერთი საჭის აღებით აუცილებლად გამოვივლიდით. იქით იმედია ბორდილს არ მივედებით. ოპა. აი მილიმეტრებში გავიარეთ, ამჯერად გაგვიმართ. ამჯერად აი 1.5 მეტრი წირო ყოფილიყო, ის შანსი არ იქნებოდა, აი დავრჩებოდით, აქ ვერც მოვატრიალებდით და საბოლოოდ მოგვიწევდა, რომ უკუსულით გავსულიყავით. აი ნახეთ სტრეჩნი, ოპა, всё, დაიბნა. აბა რა სიზავს, ჩვენ რაპტორით ვართ, ის დაიბნა. როგორ წესი, ეგ არის, всё. არა, რაპტორს ეგ ეფექტი აქვს, რომ სადმე რომ მიდიხარ, სანამ შეთანხმდებით, რომ რომელი დაუთმობთ, მეორე კითხავს. დღეს ბევრი ჩელენჯი გქონდა, დაწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგწონთ ჩემი ახალი მონსტრი. ესეთი მაგარი კიბე გვაქვს და აუცილებლად მინდოდა მეჩვედებინა, რომ ესე მარტივად ხელს მოკიდებთ. ჩამოხვალთ, თან შეხედეთ, რამდენად დიდი ადგილია. სხვათა შორის ამით შეგიძლიათ, რომ ბორტი უფრო გაადიდოთ, ეს გადმოწიოთ და უფრო დიდი ბორტი გექნებათ. ანუ ეს ყველაფერი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი საბურავი დაეტევა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. ვისაც გსურთ ჩემთან თანამშრომლობა და გახდეთ არხის პარტნიორი, შეგიძლიათ მოიწეროთ ჩემს ნებისმიერ სოციალურ ქსელზე და აუცილებლად დაგიბრუნდებით პასუხით. არ დაგავიწყდეთ თქვენ არხის გამოწერა, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე კომენტარის დაწერა და ვიდეოს გადაზიარება. ჩვენ კი აუცილებლად შევხვდებით ყოველთვის ძალიან საინტერესო სიახლებით და ძალიან მაგარი ვიდეოებით. დროებით.